ამდენად ეხლა ჩვენ უნდა განვიხილოთ უფრო რთული საკითხი, ვიდრე ეს არის მთვარის ბაბილონური კალენდარი, თუ როგორ არის განხორციელებული ქართულ ანბანში მზის კალენდარული სისტემა. აქ ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ გარემოებას, რომ ქართული ანბანის დონი მართლაც მზის სიმბოლოა. საერთოდ მიღებული იყო მთელს ხალხებში, რომ მზეს წრის სახით გამოსახავდნენ და ან შიგნი ათასებდნენ ჯვარს, ან ზემოთ, ესე იგი, გამოსახავდნენ ჯვარს. მართლაც ქართული ანბანი, აი, ქართული ანბანის მეოთხე ასო-ნიშანი დონი, მზის განსახიერება, მეოთხე ცაზე ზის და ორგზის მისი იწვითი ნიშნულობა არის 4. ესეც კალენდარულად უნდა აიხსნას. საქმე ის არის, რომ 4 წლიან ჟამეულში ერთი წელიწადი ნაკიანი იანგარიშება. ესე იგი, ჩვენ შეგვიძლია 4-ჯერ 365 გადავამრავლოთ და ერთხელ 366, ესე იგი 4 წელიწადში ერთხელ წელიწადის ხანგრძლივობა იქნება არა 365 დღე, არამედ 366 დღე. მაგრამ აქ მზის 4 წლიანი ჟამეულის 4 წლიანი ჟამეული გვაქვს. აი ეს ერთი ჟამეული კალენდარულად იმას მიგვიხსენებს, რომელიღაც პერიოდში ნაკიანი წელიწადი აღარ იანგარიშება. საქმე ის არის, რომ როდესაც ჩვენ 4 წელიწადში ერთხელ ნაკიან წელიწადს ვანგარიშობთ, წელიწადის ხანგრძლივობა მაინც წელიწადის ხანგრძლივობის შეცდომას უშვებთ 11 წუთისა და 14 წამისა. აი სწორედ ქართული ანბანის საოცრება ის არის, რომ ქართული ანბანის მზის კალენდარი ითვალისწინებს აი ამ 4 წლეულის 11 წუთისა და 14 წამის ცდომილებას და 128 წლის დროული ხანგრძლივობის მეშვეობით ერთხელ 128 წელიწადში არ ანგარიშობს ნაკიან წელიწადს. ამას შემდეგ განვიხილავთ ჩვენ უფრო დასრულებით. მე უპირველეს ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ დონი ასო-ნიშანი ქართულ ანბანში 4 გზის 4-ია, იმიტომ რომ 1 გზის იანგარიშება ყოველ 4 წლეულში ნაკიანი წელიწადი 366 დღე, ხოლო ერთხელ 128 წელიწადში ნაკი არ იანგარიშება და ყოველი 128 წელიწადის 4 წლეული უნაკოა.